მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხარდაჭერით ბათუმში სოლიდარობისა და თანადგომის ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს დაეხმარება ბათუმის უკრაინულ სახლს არასამთავრობო ორგანიზაცია Unite Together გაუძღვება, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოქმედ უკრაინულ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს სხვადასხვა სახის იურიდიულ და ჰუმანიტარულ სერვისების შესახებ ინფორმაციას შესთავაზებს. უკრაინულ სახლში სოციალური და კულტურული ღონისძიებები და ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შეხვედრები გაიმართება. ცენტრის გახსნას გერმანიისა და უკრაინის საელჩოების დიპლომატიური მისიების, გაეროს განვითარების პროგრამის Key Caucasus და უკრაინული სათემოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს, უკრაინელ ხელოვანთა წარმოდგენას დაესწრნენ. ბათუმის უკრაინული სახლი 2023 წელს თბილისში გახსნილი ჰაბის წარმატებას ეყრდნობა და მსგავსი მოდელის მიხედვით იმუშავებს. ეს არის დასავლეთ საქართველოში პირველი სივრცე, რომელიც უკრაინელი დევნილებისთვის შეიქმნა. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან გვექნება შესაძლებლობა დავგეგმოთ სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობები. ასევე ვაწარმოოთ ბიზნესი. საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს აქ შეეძლებათ მიიღონ დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა. გერმანია და ევროკავშირი მხარს უჭერენ უკრაინას, რათა თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ცნობილია, რუსეთის თავდასხმის შემდეგ ძალიან ბევრი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. დევნილების ნაწილი ბათუმში ცხოვრობს. შესაბამისად, აქ მათთვის შეიქმნა სივრცე, რომელიც უკრაინელ დევნილებს ეხმარება ბიზნესის გაკეთებაში, მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელ დევნილებს სჭირდებათ სივრცე კავშირებისთვის, შეხვედრებისთვის და აქტივობებისთვის. ბათუმამდე უკრაინული სახლი გავხსენით თბილისში. ეს სივრცეები მათ დაეხმარებათ გაუმკლავდნენ დევნილობისგან გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერას.